თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, აღქმა იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ წავიდოდა, რომ სამ თვეში გავიდა უკვე 3 თვე მას შემდეგ არის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა დაახლოებით 3.1-ის მიდამოებში, გავიდა ეს 3 თვე, ცოტა მეტიც და 2.75-ის ფარგლებშია. ეკონომიკის 2%-იანი კლება წლის შრილში უკვე იყო ნაწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და უკვე ექსპერტის მხრიდან. და როგორც უკვე ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს ჩვენ 9.3% ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6%-დან მეტი, ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის დასაშვები ოპტიმალური ზღვის ფარგლებში. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკურ გუნდს იმ შედეგებისთვის, რომელიც გვაქვს ჩვენ 2025 წლის პირველ კვარტალში.